ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის მთავარი პრობლემა არის არა მხოლოდ მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებაში, არამედ ის წარმოადგენს სერიოზულად დასუსტებულ, იზოლირებულ და აქედან გამომდინარე უფრო მაღალი რისკების მცირე ქვეყანას, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომლის უსაფრთხოება დამოკიდებულია მის მჭიდრო ურთიერთობაზე მოკავშირეებთან, მის ფასეულობაზე სხვა ქვეყნებისთვის გარდა იმ იმპერიისა, რომელიც მუდამ ფიქრობს რაღაც საკუთარი კონტროლის აღდგენაზე, აი ასეთი ქვეყნების და ეს ძირითადად მცირე ქვეყნებია, უსაფრთხოება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მჭიდრო და ეფექტური სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს მის მიმართ კეთილგანწყობილ ქვეყნებთან. დღეს ეს მექანიზმები, რომელიც საქართველოს მეტნაკლებად სტაბილურობას უზრუნველყოფდა აწლევლების განმავლობაში, არის ყველაზე უფრო მეტად დაზიანებული და ყველაზე დიდი საფრთხეების წინაშე ჩემი აზრით საქართველოს დგას დღეს, როდესაც მან მისმა ნაწილ უკვე დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიზანმიმართულად და თავისით თქვა უარი მოკავშირეობაზე იმ ქვეყნებთან, რომლებიც აი ჩვენს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას დიდწილად განსაზღვრავდნენ მთელი წლების განმავლობაში.